პროცესში ეს ეხება დართვას. დართვისას, დართვამდე უпростоრეთ აუცილებლად უკავშირდებით სექციას, რეკავთ კლუბში, მიკავშირდებით მე, ხვაც ვარჩევთ ჩვენ და ისე ხდება დართვა. არ შეიძლება ძაღლის დართვა და ასე შემდეგ. შემდეგ დართვისას ვიღებ ფოტოს, ან ვიდეოს და ვიგზავნით მესენჯერს. ამის გარდა კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს გამოფენა ძალიან კარგი, მოდიხარ ექსტერიორულ შეფასებას ზაღლები იღებენ, მაგრამ უმთავრესი რაც არის ჩვენი დანიშნულება, რომ ამ ზაღლების შეფასება მოხდეს კომპლექსურად, როგორც მუშაობით, ისე ექსტერიული საზრით. აი ამ ხრივ ძალიან მოვიკოჭრეთ რა. დავწერე რამდენი ხანია ვიფეჭებთ, რომ ზაღლები საველეზე გამოიყენოს და სამწუხაროდ არანაირი გამოსავალება არ არის საველეზე ზაღლი არ გამოყავს ესეთი რაღაცა მოხდება, სავარაუდოდ კიდევ რაღაცები დაზუსტდება, მაგრამ იქითა წლიდან, მომავალი წლიდან ხვადები უკვე დიპლომის გარეშე დართვაში აღარ წავდნენ, აღარ დავთხოვთ. იმიტომ რომ არიან დიპლომიანი ზაღლები უკვე ერთი ზაღლი მაინც არის და იქამდე იმედია კიდევ შეგვიმატება რამდენიმე ზაღლი უნდა გამოყვანა და აიღებენ დიპლომს. თუ ესი არ მიუდექით, აი არანაირი აზრი არ აქვს რა. ყველა თავის ნებაზე თავს როგორც უნდათ, აი ვიღაცამ იქ ნახა და უთხრა რომ ზაღლი მაგრად მუშაობს და ასე შემდეგ და ესი არაფერი არ გამოვა. თქვენ უნდა მოიწადინოთ შევშევ. მარტო მე და მარტო ამას ვერაფერს ვერ შევძლებთ რა თქვენ გარეშე რა. თქვენ თუ ზაღლი არ დაგეშეთ, არ მოამზადეთ და არ დარეკეთ და ჩვენ ვეც და რამაზით ჩვენ ენთუზიაზმზე მოვდივართ და აბსოლუტურად ჩათვალეთ, რომ აბსოლუტურად უსასყიდლოდ გემსახურებით იმის გამო, რომ გავიგოთ ზაღლი რისმაქნისია და ასე შემდეგ რა და თქვენ უნდა იაქტიუროთ ისევ რა ვიცი, ყავთ ზაღლები, დაგყავთ ტყეში, ანადირებთ და მეტი არაფერი არ მოეთხოვება იმ საველეზე, ელემენტარული წესებია, თუ იმასა ვერ ასრულებთ ზაღლი, ესე იგი სანადიროთ უარგისია სანადიროთაც და ასე